მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოიმარაგეთ გემრიელობები, იმიტომ რომ ტრადიციისამებრ ვნახავთ დღეს თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 5 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით. გაშლა გვაქვს ორ ვარიანტიანი. რა ელოდება პირველ ვარიანტს 5 იანვრიდან 12-ის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, იმედი მაქვს კარგად ჩანს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციების მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, სიღრმისეული, თქვენზე მორგებული და ველოდები თქვენს უგულ კავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით ენერგიების დაბალანსების მიზნით. აირჩიეთ ვარიანტი და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველ ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში? კვერთხების მეფე ამოვიდა აქ. რა არის პირველ ვარიანტს 5 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით? ვინ არის ეს კვერთხების მეფე? თქვენ ხართ თუ სხვა ვიღაც ადამიანი? იცით, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში კონკრეტული კვერთხების მეფე ითამაშებს რაღაც საკმაოდ დიდ როლს. ვიღაცისთვის ეს კვერთხების მეფე არის სასიყვარულო პარტნიორი, ვიღაცისთვის არის მეგობარი, ამხანაგი, ნაცნობი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ კვერთხების მეფეს ვერ ვხედავ ვერც პოზიტიურ როლში და ვერც ნეგატიურ როლში. და რას გულისხმობ, მოდით ახლავე ავხწერთ. პირველ რიგში აქ კონკრეტულ კვერთხების მეფესთან იქნება ურთიერთობის გარკვევა. სხვათა შორის ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის რეზონირდება ისე, რომ კონკრეტული ადამიანი თქვენთვის მოულოდნელად გამოვა კონტაქტზე, ვიღაც ისეთი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ ცოტა რთული, ცოტა დაძაბული, ან გქონდათ, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება ისე, თითქოს ეს ადამიანი ფიგურირებს თქვენს რეალობაში ასე თუ ისე სტაბილურად და აქ იქნება თქვენ შორის რაღაც გარკვეული ან აზრთა დაპირისპირება, ან გარკვეული კონფლიქტიც შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება საკმაოდ საჭირო ენერგიები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ ნეგატიური ენერგიები მოდის პირველივე, ჩხუბის კონფლიქტის ან რაღაც ნეგატიური სიტყვების სახით, აქ მოდის ამ კონფლიქტის მოგვარება. ახლა რასაც ვიტყვი, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის სამწუხაროდ ამ ერთი კვირის განმავლობაშივე არ მოგვარდება სიტუაცია, ბევრი თქვენგანისთვის ცოტათი გაიწელება სიტუაცია, ხო? ანუ მომდევნო კვირის დასაწყისისკენ უფრო დაიწყებს მოგვარებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ მთავარი ელემენტი, მთავარი ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ზუსტად ის, რომ კონკრეტულ ადამიანთან ან უკვე წარმოშობილი კონფლიქტი დაიწყებს მოგვარებას ნელ-ნელა, ან წარმოიშვება გარკვეული კონფლიქტი, აზრთა დაპირისპირება, რის შედეგადაც ურთიერთობაში შემოვა ახალი ენერგიები. იმიტომ რომ, იცით, პერიოდულად ჯანსაღ ურთიერთობებშიც კი საჭირო არის თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეული აზრთა დაპირისპირება და კონფლიქტები, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ სხვადასხვა ინდივიდუალური ადამიანი, ხო? და ნებისმიერ შემთხვევაში აქ ეს ნეგატიური ენერგიები, რასაც ვხედავ, კი შეიძლება ითქვას მთლად საჭირო არ არის, მაგრამ ამ ურთიერთობას სჭირდება. ამ ურთიერთობას სჭირდება იმისათვის, რომ ცოტა წინ წავიდეს, ცოტა განვითარდეს, იმისათვის, რომ ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ და ასევე იმისათვის, რომ ურთიერთობა უფრო ჰარმონიულად წავიდეს. კი, მესმის, ძალიან აბსურდულად ჟღერს, მაგრამ არის საჭირო იმისათვის, რომ ურთიერთობა მიპოვოს თავისი ჰარმონიის წერტილი. და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის
მთავარი ენერგია, წამყვანი ენერგია ზუსტად ეს იქნება. ასევე აქ ამოვიდა კვერთხების სამიანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ პირველ რიგში მგზავრობა შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ ასევე აქ მე ვხედავ რაღაც გარკვეულ ახალ შედეგებს იმაში, რასაც აქამდე ფიქრობდით, რომ შედეგები ვერ ექნებოდა. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ხმლების ტუზი და თასების მეფე. კი ბატონო, დიდი ალბათობით აქ იქნება ძველი კონფლიქტების მოგვარება ან გარკვეული კონფლიქტის წარმოშობა მოგვარება. თასების მეთქი უკაცრავად პენტაკლების მეფე და ნახეთ ხმლების ტუზი. ახალი იდეები, ახალი აზრები. რჩევა იქნება თქვენთვის აუცილებლად ჩაიწეროთ თქვენი ფიქრები, თქვენი აზრები და ნახეთ პენტაკლების მეფე მოდის თქვენკენ. ეს შეიძლება იყოს ან ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში, ან შეიძლება იყოს უმეტესობასთან აქ რეზონირდება როგორც თქვენივე მატერიალური კეთილდღეობა, თქვენთვისვე წამოსული, თქვენკენვე წამოსული მოულოდნელი ფინანსური ან ბონუსი ან გარკვეული კეთილდღეობა. ერთეულებთან გავიმეორებ, შემოდის აქ ახალი ადამიანი, მაგრამ აი ერთეულებთან რა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ, აბა თქვენ რა გელოდებათ და აქ არის კვერთხების 6-იანი. გამარჯვება საკუთარ თავზე, გამარჯვება კონკრეტულ ნეგატიურ ენერგიაზე საკუთარ თავში. აი ასე იკითხება ეს არკანი კონკრეტულად ახლა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს 5 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით. მთავარი კვირის წამყვანი ენერგია გახლავთ კვერთხების 6-იანი, ხო? და ნახეთ კვერთხების მეფე და კვერთხების 6-იანი. კვერთხების ენერგიები გვაქვს აქ. თასების 4-იანი ამოვიდა. შეხედეთ როგორ ცელქობენ ტაროს არკანები და პენტაკლების 6-იანი. რისი თქმა შემიძლია? 2-6-იანი ამოვიდა. 6-იანი არის ასეთი მატერიალური ასპექტების რიცხვი. ნახეთ რამდენად ღრმა საკითხს მინდა შევეხო, ალბათ გაგიგიათ, რომ აი სატანისტებს აქვთ რიცხვი 6 და ასე შემდეგ. რატომ? სატანა არის ის, ვინც განაგებს მატერიალურ სფეროებს, ხო? ეგრეთ წოდებული ეშმაკი. ქრისტიანული თვალსაზრისით ვგულისხმობ. და მატერიაში რაც არის, ყველაფერი არის ითვლება ცოდვილად და ასე შემდეგ. კარგით, საკითხს არ გადავუხვევ, უბრალოდ 6-იანი არის მატერიალური კეთილდღეობის არკანი, ამიტომაც დავიწყებ იმით, რომ თუ რაიმე სახის ფინანსური პრობლემა იყო თქვენს რეალობაში, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება თუ არა, როგორც მინიმუმ დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას ამ ერთი კვირის განმავლობაში და ასევე აქ ხედავ გამარჯვებას საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე რა გკითხით? რაღაც გარკვეულ აპათიურ ენერგიებში იყავით თითქოს ახლო წარსულში, გიჭირდათ მადლიერების გამოხატვა სამყაროს მიმართ, გიჭირდათ იმის დაფასება, რაც უკვე გაქვთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ დაინახავთ, რომ სამყარო მშვენიერია, თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ აპათიური და ნეგატიური ენერგიებიდან, კი შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც მარტივი პროცესი და სწრაფი პროცესი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გამოდიხართ. და პლუს ფინანსების კუთხით თქვენც აქ გეუბნებიან ასეთ ინფორმაციას, რომ კი ბატონო ფინანსური ენერგია თქვენკენ მოდის, მაგრამ უნდა ისწავლოთ მისი სწორი განაწილება ამ ერთი კვირის განმავლობაში. გააკეთებთ იმპულსურ შენაძენებს და სანამ ვიღაცას ან ასესხებთ, ან გაასესხებთ, ან რაღაც ასეთი 100-ჯერ დაფიქრდით. ზოგადად სესხება, გასესხებები ძალიან ცუდია ფინანსური ენერგიებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 100-ჯერ დაფიქრდით, სანამ ვიღაცას ფინანსურად დაეხმარებით. ან ვიღაცას ასესხებთ, ან ვიღაცისგან ისესხებთ. 100-ჯერ დაფიქრდით. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები.